ხოლო წყალი. ყურადღება 5 საათზე გვექნება აჯიმანიების ჩემპიონატი. ფუნქციაში მნიშვნელობად მოხმარება. გაყოფილი 2-ზე და მისი ნაშთი თუ უდრის 0-ს, ანუ თუ 0 არის ინდექსი, როგორც პირობაში იყო მოცემული. დაიხმარე ბევრნიასთვის არიან. ჩვეულებრივი სწავლა იმით ჯობია, რომ საცობებში დრო არ იკარგება. სახლიდან ბევრად ჯობია ჩემი აზრით სწავლა, იმიტომ რომ ჩემთვის სახლში ხარ და მაინც უფრო კომფორტულია. კიდევ ის რომ ვირუსების აკიდების ნაკლები შანსია რა. სახლში ჯობია ჩემი აზრით მაინც. სანდრო გაიგება? გულწიკიძე. კინგ. Enough playing games. Do you know who I am? It can't be Goal-Oriented Academy. You're goddamn right. და თამაში იყო როგორც ვიცი იქ დამფრინან და გიორგი ოსეპაშვილის გუნდი. და რაც თავარია ვერ გავიმარჯვებდი ჩემი გუნდის კარში. მადლობა ჩემი. მათე რა მოგწონს გოაში ატომგრიპოს სკოლა? გოაში ყველაზე ძალიან ის მომეწონა მეგობრული გარემო. გოა იმიტომ მომეწონა რომ პროგრამისტი მინდა გამოვიდე, იმიტომ შემოვედი გოაში. როგორ გამოხო გოაში პროგრამისტი? კარგად ასწავლიან? დიახ, ძალიან კარგად. აი მაგალითად რაში გამოიხატება გაგისწავლეთ? ან ჩადურად უხსნიან ძალიან კარგად. ჩადურად უხსნიან. აი მოგწონს გოა, რატომ არის შენი აზრით საუკეთესო ის? რა გამოარჩევს სხვა კანონებს? ჩემი აზრით გოაში არის ფანტასტიკური გარემო, მეგობრული, ძალიან ბევრი რამ შევისწავლე პროგრამირებაზე, ძალიან საინტერესო არის ეს Python, HTML და სხვადასხვა ენები და ძალიან მეგობრული გარემო და აუცილებლად. აი მეგობრული გარემო რაში გამოიხატება? ისეთებს რომ აუხსნავ საქარსამოს. პირველად მოვედი აკაცობრიზე და უკვე ძალიან არაერთი მეგობრული არის და მეგობრული და კარგი მეგობრული. ერთად მუშაობთ, ერთმანეთს ეხმარებით, ერთმანეთს ასწავლეთ და ბოლომდე ასე იქნება. მე ყველაფერს ვიზამობ ბოლომდე ასე გაგრძელდეს. უმეტესობა ჭამთ junk foods და სვამთ შაქარს. თქვენ თუ ასე გააგრძელეთ მთელი ცხოვრება. ბევრს ვერ მიაღწევთ. როგორ მოგწონს გოა საკათოლიკო? ძალიან კარგი აკადემია, მეგობრული ბავშვები არიან და ძალიან კარგი გასწავლიან ყველაფერს. თვითონ დღევანდელი დღე როგორ მოგწონს? დღევანდელი დღე განსაკუთრებით მომეწონა, ძალიან ბევრი ბავშვი გავიცანი, ახალი მეგობარი გავიჩინე და კარგი. მადლობა. როგორი გახდა შენი ყოველდღიური ცხოვრება გოაში შემოსვლის შემდეგ? მე ძალიან შევიცვალე, მაგალითად, ყოველთვის ჩემი საყვარელი თამაში იყო Roblox-ი. გოაში შემოსვლის შემდეგ ჩემი საყვარელი თამაში გახდა Solari. აღარ ვუყურებ გეიმერებს და ეხლა ყოველთვის ვუყურებ ნიკა მასწავლებლის ჩაწერილ გაკვეთილებს. გოაში მომწონს რომ Python-ს რო ასწავლიან, JavaScript-ს და ნებისმიერ რაღაცას. რო აფრთხილებენ არ უნდა დალიო ცუდი სასმელები და რა უნდა დალიო. მაგალითად, წყალი და არ უნდა დალიო გაზიანი სასმელები. გოამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. You're goddamn right.
სასწავლად. ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა მირჩია დავით ჯანაძაშვილმა ამ აკადემიის შესახებ. ამ დროში ძალიან დავახლოვდი ხალხთან, გავიცანი მეგობრები რა თქმა უნდა. ვისწავლე პროგრამირების სხვადასხვა ენები და დავსაქმდი იქით. ძალიან მომწონს საქაურობა და ვაპირებ გუაში სწავლის გაგრძელებას რა თქმა უნდა. Respekt. დღევანდელ დღეში და ზოგადად გოას ყველა შეხვედრა არის ძალიან მაგარი და ძალიან ბევრი ემოციებით სავსე. იმიტომ რომ მოდიან ყველა ლიდერები, მენტორები, მოსწავლეები და აი ამ შეხვედრების დროს ფაქტურად ყველანი ვართ ერთი. ამისთვის იყო გოა ყოველთვის საუკეთესო და უფრო საუკეთესო გახდება მომავალში. როგორი გოას აკადემიის გარდა? ჩემი აზრით გოას აკადემიის გარშე ჩემი ცხოვრება იქნებოდა ისევ ძველ მეგობრებთან, აი ინტერესო მეგობრებთან წრეში ვიქნებოდი და ალბათ როგორც ახლა ვაღწევ და ბევრ წარმატებას მივაღწევ ჩემი აზრით გოაში, იმდენ წარმატებას ვერ მივაღწევდი და რომელიც წრეშიდაც მოღვაწეობდი და ვიღავ. არ მივესალმები სნიკერს. Ladies and gentlemen, we got him. მოგეწონათ ბოლომდე დღე? დიახ. რა მოგეწონათ? ის რომ ყველა ერთმანეთს მუშაობთ და გუნდებად ვიყავთ. შენს მეგობრებს რა საქმე გულს? რომ შემოვიდე. რატო? გოაში. რატო? რადგან ძალიან საინტერესოა და მისი ცხოვრება ძალიან კარგი გახდება. შენ ცხოვრება როგორ შეიცვალა? შემოსულში. თავიდან რაღაც უაზრო თამაშებს თამაშობდი და ახლა იმდენად მოტივირებული ვარ, რომ ძალიან მაგრა ვწერ კოდებს და საიტების შედგენაც კი შემიძლია. მაგარი. გოას გაუმარ